შობლები კანცელარის შენობა. თქვენთანავა სადახართ ხალბატონო ნანა რა გიქნენ ესეთი რომ თქვენ დუმხარ დუმილი დანაშაულია რაზენი გადაგიხადეთ ხო ანუ დახურო კარს მიღმა ხომ მეუნებოდი მიდით აუცილებლად გამოგივაო სადახართ ექიმები სადახართ გამოდით რატო დუმხარ რატო გინდათ რომ გაგწიროთ ხალხო ეს არის ძალიან ცუდი მომენტი როდესაც ამდენი ხნის განმავლობაში დღეს უკვე მე-15 დღეა დედები სიცივეში, ქარში, წვიმაში ატევენ ღამეს და მთავრობის სასახლის წინ ცდიან ამ დედების მოთმინებას. და თქვენ დაინახეთ ახლა აი დედებმა სულიად მოულოდნელად აი მიიღეს გადაწყვეტილება რომ შემოსულიყვნენ შენობაში. ისინი ცდილობენ რომ ვიღაც შეხვდეს მათ და დაელაპარაკოს და ჩვენ იმ მოლოდიში ვართ რომ ვიღაც შეხვდება დაგველაპარაკება და კითხულობთ განცხადებას, კითხულობთ მშობლები რომ თითქოს ჩვენ ფარმაცევტული კომპანიები გვახესებენ. სამ მედიკამენტს საერთოდ არ ქონია შეხვედრა ფარმაცევტულ კომპანიებთან. საერთოდ არ ქონია და ჩვენ გვახესებს ჩვენი შვილების ჯანმრთელობის მდგომარეობა. გვახესებს ძიმე დაავადება რაც არის და დღეს უკვე ბავშვები თვითონ გაცნობიერებული აკეთებენ განცხადებას თვითონვე, არა ემოციურ ფონზე. თვითონ ვიაკეთებენ განცხადებას და მიმართავენ ხელისუფლების წარმომადგენლებს რომ მიიღონ გადაწყვეტილებები და ჩვენ მათ ვეხმარებით ამაში მშობლები და ვართ ესეთ რთულ მდგომარეობაში. ის რომ აქ არ არიან ბავშვები იმას არ ნიშნავს რომ ისინი ყველაფერს არ ხედავენ და არ აცნობიერებენ. ფაქტიურად ამ ნაპრალმა გააჩინა რა ერთ მხარეზე დგავართ ჩვენ და მეორე მხარეზე ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები, პოლიციის თანაშმომლები და დარწმუნებული ვარ თითოეულს აი გულწრფელად ამბობ ამას და დავამატ რომ გული შეესტკივა ამ ყველაფერზე. ისინი წესრიგს იცავენ და შეიძლება რაღაც პატარა უთანხმოება იყოს, მაგრამ არავინ არ ჩაიდენს გადაცნობას, მაგრამ ეს უხერხულობა არ უნდა იქნებოდეს აქ, ვინმე უნდა ჩამოდიოდეს და ელაპარაკებოდეს მშობლებს. როგორ შეიძლება უსასრულოდ გაგრძელდეს ღია ცისფრის ხანის დღეები, წვიმაში, ცუდამიში, სიცივეში და არავინ არ ჩამოდიოდეს. აქვე არის პარლამენტი, საკანონმდებლო ორგანო და ნუ თუ ერთ დეპუტატს არ გაუჩნდა, სრულიად მშობლებთან მოსულიყო და რაიმე ეთქვა. დამამშვიდებელი სიტყვა ეთქვა ის მაინც რომ ნუგეშინია ჩვენ მუშაობთ და რაღაც გადაწყვეტილებას მივიღებთ. ნუ იტანჯებით აქ, ისედაც დატანჯულები ხართ, ისედაც თვალწრემლიანი ხართ. ყოველ დღე და ეხლა აქ ხართ. გუშინ ჩვენ მარში ვქონდათ, დღესაც აქ ვართ და ეს ნიშნავს იმას რომ როცა ჩვენ ვიძახით, ყოველი დღე არის კრიტიკული, ზუსტად ყოველი დღე კრიტიკულია და ასეთი დღის დაკარგვა არ შეიძლება და ყოველ დღე აქ ვართ მშობლები. ასე გაგრძელება სულ, მაგრამ ეს დაუშვებელია, რაც ხდება ეხლა. აი ვინ უნდა ენახათ, თუნდაც იმ მშობლებს, რომელიც შედიოდნენ აქ, მაგრამ აი განწირულები არიან უკვე, აი ისე დღეში არიან, რომ შედიან შენობაში, რომ იქნებ ვინმე გამოვიდეს და შეხვდეს. უკვე აუტანელია ჩვენთვისაც, თითოეული მშობლისთვისაც, რომ ამათ სრემლიან თვალებს უყურებთ და ძალიან ძნელია და ნუ თუ დაკარგა თანაგრძნობა იმ პირებმა, ვინც არიან პასუხისმგებელი პირები. ნუ თუ დაკარგა პატივისცემა და ყველაზე ძვირფასი სიცოცხლის მიმართ, ჯანმრთელობის მიმართ და თან მით უმეტეს ბავშვების მიმართ პატივისცემა და თანაგრძნობა. თუ განწირულები ვართ, ეს მაინც გითხრა, როგორც ბატონი ამბობდა, ეხლა მოგცენ ის ცნობები დასტური, რომ ჩვენს ქვეყანაში არ ხდება ამ დაავადების კურნალობა. და აღარ იქნება ამდენი თვალწრემლიანი დედა კანცელარიის წინ და აღარ იქნება ეს ჭიდილი აქ თქვენთან. ეს დაუშვებელია, ეს უნდა დასრულდეს, მაგრამ როგორც ჩვენ ვხედავთ, პირიქით იმის ნაცვლად, რომ ბოდიში მოიხადონოთ, 15 დღე არ გაატენეთ და ბოდიში ერთად დავსვდეთ, დავილაპარაკოთ და რომელიმე მედიკამენტზე მივიღოთ გადაწყვეტილება, უკვე არაერთი მედიკამენტია. იმის ნაცვლად განცხადებებს აკეთებენ დღეს, რომ თურმე ჩვენ ვიღაც გვახესებს. და ეს ვიღაც არის კომპანია, რომელმაც უნდა მოგვაწოდოს წამალი, რომისგანაც და შეიძინონ მედიკამენტი, ხო, ვისგან შევიდეთ მედიკამენტს, თუ არა კომპანიები და პირიქით რომ გზას ხერგავენ კომპანიებთან, როგორ შეიძლება მიღებული იქნეს გადაწყვეტილება და გადაიჭრა. საკითხი თუ კი არ გექნება კომუნიკაცია კომპანიებთან, თუ კი შენ დაადანაშაულებ კომპანიებს, რომ თითქოს ისინი გვახესებენ. ამ განცხადებით ერთის მხრივ აფუჭებენ ურთიერთობას კომპანიებთან, თვითონ მეორეს მხრივ ანახებენ საზოგადოებას, რომ თითქოს და კომპანიები გვახესებენ ჩვენ. ასეთ რეჟიმში და ასეთ ფორმატში
ვერანაირად ვერ მიართებს ერთ სახელმწიფო და ვერავინ შეთანხმებას კომპანიებთან. ეს აფუჭებს პროცესს და ეს ძალიან კარგად იციან ამ განცხადებების ავტორებმა, რომ ასეთი შინაარსის განცხადებები აფუჭებს პროცესს და ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენი შვილები არიან განწირულები და ჩვენ ამას არ დაუშვებთ, ბოლომდე ვიბრძოლებთ. საზოგადოება არის ჩვენს მხარეს, სიმართლე არის ჩვენს მხარეს და სამართლიანობა აუცილებლად იპოვის გზას. ვინც ამაში მონაწილე ყველას გისურვებთ რომ ჩვენ დღეში აღნიშნოთ. იცი რა არის აქ რა რაღაც განცხადების გაკეთება ხო შეიძლება ადამიანი შეხვდეს მშობლებს დაესაუბროს ნორმალურად აუხსნას წერილობით Facebook-ი და თავის გვერდებზე გამოქვეყნება ამ განცხადებებს არის სამარცხვინო ხალხო იმის მაგათ რომ პირდაპირ შეხვდეს და გაგხვდეს პასუხი Facebook-ის პოსტებზე და სამთავრობო გვერდებზე გამოაქვს განცხადება ეს არის კიდევ დასწული იმის თუ როგორი შიშრებიან და ეშინიათ ჩვენთან შეხვდეს ხალხო რას არ მოიგონებენ ჩვენი დარდი არ გვეყოფა და კიდე გვაშაობენ პოლიტიკურად მართულებია ფარმაცევტული კომპანიის მოსყიდულები საერთოდ რა ვიცით ჩვენ ამ ყოველთვის ხალხო ვითხოვთ წამას ხედავთ მაგალითებს ბავშვები რომ კურნალობენ როგორი შედეგები აქვს იმიტომ ვითხოვთ ჩვენს ვიცით რასაც ვითხოვთ როცა არ იყო წამალი არავინ არაფერს არ ითხოვდა მაგრამ ესენი აქ უკვე სხვა რაღაცაა ხალხო როგორც ვითხრეს წინა შეხვედრაზე ჩვენ რომ მოითხოვოთ სხვასაც მოუდება ესაა ქვეყანაში პრობლემა ჩვენი შვილები ისევ დაიღუპებიან 5 წელში თახა ვერ გადამიხსნათ აი ეს იყო მათი პასუხი მე მინდა მოგმართოთ ტელევიზიები მიუმართავ კომპანიებს მოამზადოს ამ დღეებში განცხადება როგორც ახლა დაპოსტა თითქოს ფარმაცევტული კომპანიის მაფია მოამზადოს განცხადება და გამოაქვეყნოს რომ ყველამ წაიკითხოს რა არის ძიუშელის კულტოვანი დისტროფია თუ იცის საერთოდ ახსნა საზოგადოებისთვის თავიდან ბოლომდე მე მინდა ქართული ოცნების მხარდამჭერებს, რომელიც ალბათ მაინც არიან შემორჩენილი, მიუხედავად ამ ყველაფრისა, ქართულ ოცნებას მაინც ყავს მხარდამჭერები. მე არ ვიცი რამდენია მათი რიცხვი, მაგრამ მე მინდა მიმართო ქართული ოცნების მხარდამჭერებს. როიძახით სისხლიანი 9 წელიო, როიძახით და უფის შემოტანას რო არ გვაძლევენ, უფლებას რო არ გვაძლევენ, საწავიდა ის სისხლიანი 9 წელი. და როიძახით სისხლიანი 9 წელიო და სალი ბავშვი რო დაიღუპა აქ, იმიტომ რომ ხელისუფლება არაფერს აკეთებს, ეს არ არის სისხლიანი 3 წელი. როიძახით სისხლიანი 9 წელიო და ხალხს რო იჯერეთ ტროტუარზე დგომისთვის, ეს არ არის სისხლიანი 9 წელი თუ სისხლიანი 14 წელი. რა არის ეს? ჩაიხედეთ თქვენ თავებში ხალხო. ეს კობახიძე, რომელიც ჩემი თანამშრომელი იყო, ჩემ გვერდზე იჯდა 1 წელიწადი ერთმანეთს უყურებდი. ადამიანი, რომელიც ყველაფერს უყურებდა ჯანსაღად. ეს რა გადაიქცა საერთოდ რა ჩამოყალიბდა. სარგეში ჩაიხედეთ და თქვენ ჩაიხედეთ სარგეში და კობახიძემ ჩაიხედო სარგეში. და გაიხსენეთ საერთოდ სად იყავით, რაზე ლაპარაკობთ? ანდრე რატო აკრიტიკებთ წინა ხელისუფლებას? ყველაფერი რასაც წინა ხელისუფლება რასაც აკეთებდა, სულ ყველაფერს აკეთებს ქართული ოცნება. ჩადებებიც არის, უდებენ ნარკოტიკსაც უდებენ. ტროტუარზე იჯერენ ხალხს, მაგის წინა ხელისუფლებას არ გაუკეთებია. ტროტუარზე დგომისთვის სოფლიოში არავინ არ არის დაჭერილი, გარდა საქართველოში. და პუფის შეტანა ვინ დაგიშალა როდესმე ან სააკაშვილის დროს, ან შევარდნაძის დროს, ან კომუნისტების დროს პუფის შეტანა ვის დაუშლია საერთოდ? ხო არ გამოშტერდით ხალხო თქვენ? ქართული ოცნების მხარდამჭერებს გეუბნებით პირველ რიგში. სერცხვილია მართლაც ჯანდაცვის მინისტრი არის უმოქმედო. ვიყურებენ ყოველდღე ღიაცის ქვეშ გავართ მშობლები. სად გვაქვს ჩვენ დასაკარგი დრო? ჩვენი შვილების დღეები თვეები, წლები დათვლილია, რატო არ ესმით ამ ხალხს? ჩვენ ყველანაირი კომუნიკაცია გავწყვიტეთ უკვე ჯანდაცვის მინისტრთან, რადგან იგი არის უმოქმედო. ჩამოვიდეს პრემიერ-მინისტრი და დაგველაპარაკოს გამწარებულ მშობლებს. დაგვაგებინოს სად იპოვა ის ინფორმაცია, რომ ეს წამლები არ არის კარგი და არ არის მოქმედი. ჩამოვიდეს და აგვიხსნას, დაგვიჯდეს მაგილესთან ვესაუბროთ. ჩვენ შევხედავთ ერთი სად იპოვა ეს ინფორმაცია, რომ არ არის ეს წამლები კარგი და ვერ გადაარჩენს ბავშვებს. ძალიან კარგად ვიცით ჩვენ ეს როგორც იმოქმედებს და ამიტომაც აწვიანებული მშობლები როგორც იქნა
ამდენი წლის განმავლობაში იტანჯებოდნენ ეს ბავშვები და გამოჩნდა რაღაც საშველი და რატო გვიბლოკა? 5 წელი კი არა, 1 წელიც რომ გააეცლებინო სამწამალმა ჩვენთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანები არიან ჩვენი შვილები. როგორ შეგიძლიათ ასე გულცივად იყო ჩაკეტილები, სანამდე ჩაიგეთებით? გამოდით პასუხი გაგვეცით. დავიხოცებით მშობლები, ჩვენ აქ და დავიხოცებით, სანამ არ მივიღებთ პასუხს და არ გვექნება ჩვენი შვილებისთვის გადასარჩენი მედიკამენტები. გწვენოდეთ თქვენ. გწვენოდეთ დედების, ქართველი დედების და თქვენ ვერ იქნებით ვერასოდეს ვაჟკაცები. შაბათ საღამოს 7 საათზე ყველას მოუწოდებთ, რომ ვისაც კიდე შესტკივა ბავშვებზე გული თუ ამ ქვეყანაში ბავშვს არ გადაშა ხალხო, თქვენც ვერ გადარჩებით იცოდეთ. 4 შაბათ 7 საათზე ყველანი ვიკრიბებით ბიძინა ივანიშვილის სახლ-კართან და იქ გავმართავთ ამის მერე აქციებს. ჩვენ არ გავშერდით ერთი მაინტერესებს ამ ხელა შენობაში ერთი ქალბატონი არ გამოიძებნება რომ დედებს უყურებენ რომ 3 კვირა ქუჩაში წვიმას ორსული ქალი ღამეს ათენებს რომ ჩამოხვიდე და ვინმე ერთი სიტყვა უთხრათ ამ დედებს არ შეგიძლიათ 4 წლის შვილი სამყაროს დატოვებული არ ვიცი ზვისთან არის ის არ ვიცი გამოდით და დაელაპარაკეთ ამ მშობლებს დავიხარეთ უკვე აქ ყოფნი დღე და ღამე ქუჩაში ვარ საერთოდ არ გაინტერესებთ ამ ბავშვების გამორეობა როგორ არიან თუ რომელიმეს რამე გაურთულდა მთელ ამ შენობაში ვიცხავთ, სულ კისერზე იქნება და ვერასდროს ჩამოინეცხავთ ამას. ყველა განცხადება სჭირდება ბუნებრივია სიმხილე. როდესაც კეთება განცხადება, რომ ფარმაცევტული კომპანიები გითხოვს აქეზებენ მშობლებს, ეს არის ძალიან ცუდი. და აქამდე ეს არ ყოფილა და არც გაუკეთებია ბატონ პრემიერს განცხადება. რატომ არის ეს ცუდი? იმიტომ არის ცუდი, რომ რომელი კომპანია შემოვა ჩვენთან, რომელიც არ არის შემოსული, როდესაც ხელისუფლება ამბობს, რომ თითქოს ჩვენ გვაქეზებს მშობლებს ფარმაცევტული კომპანია. ეს ნიშნავს თავიდანვე ურთიერთობის გაფუჭებას და ეს დაუშვებელია. იმიტომ რომ ფარმაცევტული კომპანიები ალბათ ამას გააკეთებენ რეაგირებას, რომ ჩვენთან არ აქვს არანაირი კომუნიკაცია და მით უმეტეს წაქეზება, მაგრამ ყველაზე ცუდი ის არის, რომ ეს აფუჭებს პროცესს. და ჩემი თხოვნა იქნება და მშობლების თხოვნა იქნება ბატონ პრემიერთან, რომ მსგავსი განცხადებების გაკეთების დროს ძალიან სიფრთხილით მოეკიდოს ამ განცხადებებს, რადგანაც ეს აფუჭებს პროცესს, იმ პროცესს, რომელიც დაკავშირებულია ბავშვების გადარჩენასთან. მე ადრიალა, მე ჭირდება წამალი. მე ვარ დავითი, მე ჭირდება სასწრაფო წამალი. მე ვარ მოცეციკლაური 10 წლის და მე მაქვს დიუშენის კუნთოვანი დისტროფია და მე საჭიროა წამალი. მე ვარ ვაკო 15 წლის, მაქვს დიუშენის კუნთოვანი დისტროფია, ჭირდება წამალი და ჭირდება კუნთოვანი. გიორგი დავითი, მაქვს კუნთოვანი დისტროფია და სახელმწიფოსგან ვითხოვ დახმარება, მჯერა რომ წამალი შემოვა. მე ვარ და მე მაქვს დიუშენის კუნთოვანი დისტროფია და ჭირდება კუნთოვანი. Nikolasi Taveti და ფიდება წამალი. გამარჯობა, მე ჭირდება დიუშენის წამალი. მე ვარ ხვედერიტე ნიკოლო. მე მაქვს დიუშენი, გთხოვთ წამალი შემოვიტან. მე ვარ ჯომი და წამალი. გამარჯობა, მე ვარ ილია კაპანაძე, 7 წლის ვარ და მე მჭირდება წამალი. Ewa Alexander Drailinge, 13 წლის, აქვს დიუშენის კუნთოვანი დისტროფია, სასწრაფოდ მისაჭირო წამალი რომ გადავრჩება. მე ვარ 11 წლის, ჭირდება წამალი, გთხოვთ დამეხმაროთ. მე ვარ ბეკაშანია, 20 წლის მე მაქვს დიუშენის კუნთოვანი დისტროფია. ძალიან გთხოვთ, რომ დაიხმაროთ ლაპარაკს დიუშენის პაციენტებს, რომ მიიღონ დროულად მედიკამენტები.
გრატულოვანი 13 წლის მე მაგდიუშენ დაჭირდება წამალი შემოიტანეთ და დამიფინანსეთ. შევარდო პაუზა 13 წლის. მაგდიუშენის კომპანია დისტროფია. ჩვენ ვითომ წამოსგან უნდათ. ხო, დაიყვანეს ჩვენ მოხდა, რადგან ეს ძალზედ მნიშვნელოვანია. დამარჯობა, მე ვარ ლუკა 19 წლის, მაგდიუშენის კომპანია დისტროფია. საჭიროება წამალი ხო დამეხმაროთ. მე ვარ ოთოფიანაშვილი. მე ვარ 7 წლის, მაგდიუშენის კომპანია დისტროფია. ირდება წამალი. გვინდა სხვა ბავშვებით ვითამაშო და ვერ ვინ. მე 11 წლის, მე დიუშენი, მე ირდება ყინულობა და წამალი. წამალი ირდება მე. კომპანია დისტროფია დიუშენის მე ვიტყოდი რომ ჩვენ ყოველდღიური ბრძოლობისებს ამ დაავადების წინააღმდეგ ჩვენ ჭირდება მხარდაჭერა, ჩვენ ჭირდება წამალი, ეს არის სასწრაფოდ მნიშვნელოვანი, რადგან მედიკამენტები ძალიან დაგვეხმარება ჩვენ და შეგვიმსახურებს ამ მდგომარეობას. და მე ვიტყოდი რომ თქვენ გაითვალისწინოთ ჩვენი თხოვნა, რადგან თქვენ შეგიძლიათ ჩვენ გადაგვარჩინოთ. ჩვენ ვერ ვზომ მხარდაჭერას. ეს მე დიდი ხანია ვარ ამ მდგომარეობაში და ვერც ადრე და ვერც ახლა ვერ ვზომ სამწუხაროდ მხარდაჭერას, თუნდაც ადამიანების მხრიდან, თუნდაც თავრობის მხრიდან და მე ძალიან წენს და ჩვენ ძალიან სულია მის მოსვენა, რომ ასე გვეცინააღმდეგება ჩვენივე სახელმწიფო, როდესაც ჩვენ თვითონ ვალდებულები არიან ჩვენ რო დაგვეხმაროთ, რადგან ჩვენ ვართ საქართველოს მოქალაქეები და ჩვენს იმსახურებს რო ყოფილ ცხოვრებას. ასე ვფიქრობ. საქართველოს კანცელარიასთან დიუშენის კუთხოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლები ითხოვენ შეხვედრას, ითხოვენ წამალს, მაგრამ ამ დროისთვის მათ ისევ არ აქვთ ეს პასუხი თუ წამალი. ისინი აპირებდნენ, რომ კანცელარიაში განცხადება შეეტანათ, მაგრამ როგორც ხედავთ, პოლიციის ჯაჭვი დადგა და მათ არ უშორდნენ, გამოიყვანეს განზე და აქცია კვლავ გრძელდება ასეთი სახით. ამ დროისთვის სულ ეს არის. მადლობა ყურადღებისთვის.